და მაგარ საღამოს ბოლო ბრძოლა main event-ი იქნება იუსიფ გასიმოვის ზურა ფირცხელიანის წინააღმდეგ. იუსიფ გასიმოვი ძალიან გამოცდილი მებრძოლი არის. მას აქ ისეთ გუნდებში გამოცდილება მიღებული როგორც არის აბდულმანაფის, ხაბიბის, ანუ ხაბიბის და ისლამ მახაჩევის გუნდი. იუსიფი ძალიან ძლიერი არის ჭიდაობაში, მას ძალიან აგრესიული ჭიდაობა ახასიათებს, მას აქ ასევე ძალიან დიდი გამძლეობა. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად აქ მას ძიმე დარტყმები და აქ მეტოქის დაზიანების უნარი. მისი წნეხი ყოველთვის ძალიან რთული არის ყველა მისი მეტოქისთვის და ეს წნეხი გრძელდება მთელი ბრძოლის განმავლობაში. იუსიფზე რაც უნდა ვთქვათ არის, რომ ეს 70 კილოგრამიან კატეგორიაში ჩატარებული ბრძოლა მის კარიერაში პირველი არის 66 კილოგრამში იბრძოდა აქამდე, თუმცა ახლა ამბობს, რომ 70-ში თავს ბევრად უფრო ძლიერად და ბევრად უფრო თავდაჯერებულობად. ნახოთ, როგორ ბრძოლას გვაჩვენებს იუსიფ გასიმოვი. პატივცემულა პუბლიკა, თქვენს წინაშეა იუსიფ გასიმოვი. ხოლო მისი რეკორდი პროფესიონალურ MMA-ში კი 5 გამარჯვება და 3 მარცხი. იუსიფ გასიმოვი. დაბალანსებული, ძალიან მაგარი მებრძოლი, როგორც პარტერში, ისევე დგომში. ამიტომ და შვიდ უკვე ოვერჰენდი და უკვე ნოკდაუნი. აი ეს მიანიშნებს დონეზე, ბევრი ვერ აკეთებს. ამასაც იმის ხედავ რომ მოჭიდავია პირველში ფირცხელიანი, სტრაიკინგში ძალიან მაგარი ყველაფერში კარგი არის ეს ბიჭი და ეს ყველაფერი კიდე ჩანს იუსუფს უნდა შეუგოთ. ნიკაბი ძალიან მძიმე დარტყმა გაატარა და შეძლო წამოდგომა. ნახოთ რა პასუხი ექნება ისე ფირცხელიანს ახლა ურჩევნია რომ გაეშვას კლინჩს, უკვე თვითონ გასიმოვი იჭერს კლინჩში, მაგრამ გაეშვას და ისევ სტრაიკინგში წაიყვანოს ბრძოლა. კი, გასიმოვს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი ჭიდაობა აქვს, მან კარგად იცის, რომ მისი მეტოქე ჭიდაობაშიც კარგია, ამიტომ ის შეეცდება, რომ გარანტირებულ არ გარისკოს და დაბალი რისკებით შეეცადოს უპირატესობის მოპოვებას. ზური კარგად ახერხებს ანდერჰუკის აღებას, აქ სისხლიც აშკარად დაზიანებული არის იუსიფ გასიმოვიც. სიმოვი და გამოვიდა ხელით ჩაიყოლა ზური და აი აქ უკვე გასიმოვს მოუწევს ზური რა თქმა უნდა ცდილობს დარტყმების მიყენებას და სუცოტაზე აცდა. წარბია გახეთქილი, გასიმოვს სისხლით შეიძლება თვალში ჩასდის, თუმცა პასიურ ცოტა თვითონ მოხდა ზურას. გასიმოვი ისე ცდილობს ჭიდაობაში შესვლას და იმდენ ენერგიას ხარჯავს ამაში, რომ ადრე თქვენ დაიღლება. არა, რომ ინერტულად ცდილობს ჭიდაობას, იმიტომ რომ ზურის სტრაიკინგზე მას პასუხი არ აქვს. ზური ძალიან დამაზიანებელი არის. თავდაცვის მიზნით შედის დაუფიქრებლად ჭიდაობაში და წესით ეს ადრე თქვენ ენერგიას გამოაწვევს. თუმცა გდებას ვერ ასრულებს, რაც ბევრად უფრო ართულებს მის მდგომარეობას. აი მხოლოდ ამით იცავს ამ მომენტში თავს გასიმოვი. კარგად დგას. კარგი მუხლები ტანში. იუსიფი ცდილობს ფეხზე ჩასვლას. არა, არ მიცეს ზურა მისაშუალებას. თუმცა ზური კარგად ახერხებს მის გაკონტროლებას. არა, გადაიყვანა ყოჩა გასიმოვი უნდა დავაფასოთ. მაგარი თავდაპირცხელიანს, მაგარი ტეიქდაუნ დიფენსი აქვს. თუმცა აქ ფირცხელიანი იდაყვებით არანაკლებ დამაზიანებელია ამ პოზიციიდან. ისე ვიტყვი რა, მე მგონი ზომითაც აქაც გასიმოვი უფრო დიდი არის ვიდრე
ფირცხელიანი. თუმცა წარმოვიდგინე რომ ფირცხელიანი 77 ჩხუბავდა კასიმოვი 66-ში. აშკარად კარგად აქვს აღდგენილი კასიმოვს. აკზური არ აუ! ჩერდება. ანბარი! ანბარია მე მგონი არა, გამოვიდა, მაგრამ ძალიან მაგრამ მცდელობა. ეხლა სამკუთხედის მცდელობა შეიძლება ისევ გამოვიდა კასიმოვი. ზური ყველა პოზიციიდან ახერხებს საფრთხის შექმნას არ და ეს ჩერდება და- კასიმოვისთვის ძალიან დამღლელი არის, იმიტომ რომ ვერ პოულობს კომფორტის ზონას, ფეხზე მძიმე დგას. გრეპლინგშიც აქ ძალიან დიდი საფრთხე საბმიშენის, ამიტომ უჭირს. არც პოზიციურად არ ჩერდება ფირცხელიანი. საბმიშენებითაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის, როგორც ნახეთ ეხლა. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კულებში ეთულება. კი, მიუხედავად უპირატეს პოზიციისა, კასიმოვის ის პირველ რიგში უპირატესობას MMA-ში ითვლება ზიანი და კი, ზიანი. მაინც ფირცხელიანი ახერხებს საფრთხეების შექმნას. იქ იდაყვებმაც იმოქმედა, აი შეხედეთ, ძალიან დაზიანებულია კასიმოვის სახეზე. კიმურას მცდელობა ეხლა აქედან. არა სულყოფილი, მაგრამ შეიძლება პოზიცია გაიუმჯობესოს ზური. ტანი გაითავისუფლა ამგვარი ზური. და გაიუმჯობესა კი აი ამ submission threat-ი. წამოაყენებს თუ არა კასიმოვის საინტერესო არის. არა, ძიმე დარტყმით ჩავიდა ground and pound-ში როგორ ელოდებოდა კასიმოვი რომ შეეცადოს კი, ფირცხელიანმა წამოდგეს. ძალიან კარგ მომენტს. აქედან შეიძლება წამოდგეს უკვე კი, ფირცხელიანი. მომენტს ელოდა და ზუსტად იმ მომენტში ჩავიდა, როდესაც საფრთხე არის. კასიმოვის კუთხეში ხდება ეს ყველაფერი მითითებებს. რა თქმა უნდა იღებს მისი კუთხესგან, თუმცა ეს რაუნდი იწურება. კასიმოვიც არ ჩერდება, ნახე როგორ უტევს. არა, ძალიან მაგარი ბრძოლა, ორივე მებრძოლი ძალიან აგრესიულად უტევს და აქაც სრული არსენალი. მაგარი პირველი რაუნდი. ძალიან კარგი პირველი რაუნდია. ზიანი ფირცხელიანისკენ არის, კონტროლი კასიმოვისკენ. აი ხა ფირცხელიანზე აი ეს მომენტი უნდა ვნახოთ, ეს ძალიან მაგარი და აუ. აი ეს უფრო. აი ეს ყურის უკან მოხვდა და სრულიად ამ რაკურსით არ ჩავს, მაგრამ ჩვენი აგიდიდან კარგად გამოჩნდა კასიმოვმა, როდესაც ეს დარტყმა მიიღო. სრულგათიშული ხო, იყო. თვალები დატრიალებული ქონდა და მე დავარდნის შესაძლო გამოფხიზნა. მაგარი რა, აი ეს კასიმოვმა თავის გასაღები იპოვა ჭიდაობა. ჭიდაობით. თან თავი დაიცვა და თან აქ თვითონ გადავიდა კი. ძალიან წარმატებულ შეტევაზე. ეს იყო სუფთად MMA-ის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რაუნდი. ყველაფერი ვნახეთ. საბმიშენის მცდელობა, ნოკდაუნი, პოზიციებზე ბრძოლა. ძალიან მაგარი ორთაბრძოლა გველოდება. და ეს ორივე მებრძოლი გამოირჩევა გამძლეობით. არც ერთ მებრძოლს არ ახასიათებს მალე დაღლა. ეს კიდევ უფრო სანახაობრივი გახდის ამ ბრძოლას. ესე იგი ტემპი არ დაიკლებს. კასიმოვის გეიმპლანი გასაგები არის, ისე ჭიდაობა შეეცდება. აი ფირცხელიანი რას იზამს, ეგ მაინტერესებს ახლა. იწყება მეორე რაუნდი. ფრონტ კიკებს ცდილობს კასიმოვი. კარგი დაცვა ბადი კიკისგან, ფირცხელიანისგან. ისევ კარგი შეტევა. კასიმოვიც არ იკავებს თავს, შეუძლია რა თქმა უნდა სეტაპს აკეთებს. ხელები დარტყმა და ჭიდაობა შეფი და შესვა. კროსი და კი. და ფირცხელიანი ძალიან მაგარი თუმცა ფირცხელიანმა რა თქმა აი უნდა კედელზე როცა აყუდებს წარმატებას მაშინ პოულობს კასიმოვი. ოქტაგონი არ არის მე მგონი. გალის ცენტრში ვერ ახერხებს ფირცხელიანის გადაყვანას. შებოჭვარს ახერხებს და მეორე უკვე გალიასთან მიყუდებას. ძალიან მაგრაა ოღო ეხა ზურგი ფირცხელიანმა კასიმოვი ეცდება მოტრიალებას და მოტრიალ და მუხლით, ძიმე მუხლით ჩასვა და დაუბრუნდა საწყის პოზიციას. ეხა ზომის ხვაობა ხო აშკარად ჩანს. რომელი უფრო მასიურია. და ჩემთვის ძალიან გასაკვირი არის, როდესაც ორ დივიზიონს შორის იყო ამ მებრძოლებს წინა კარიერაში სხვაობა. აშკარად მაგრა მომატებული აქვს იუსიფ კასიმოვს. კარგი ოვერჰენდის ჭიდაობაში შესვლა. ორ ფეხზე შევიდა, თუმცა ზური კარგად აქვს. ხელები შეკრულია კასიმოვს. და აი უხერხულად არ მორჩენილა ჯერ არ მორჩენილა პოზიცია არც ერთის არ არის. ორივე ცდილობს აქ პოზიციის გაუმჯობესებას, თუმცა აქ კასიმოვი აღმოჩნდა საბოლოოდ ზემოდან და ეხაც არ არის მორჩენილი. აქ საიდ კონტროლში აღმოჩნდა პირველად კასიმოვი ძალიან დომინანტური პოზიცია. და ნახოთ კასიმოვის ეს თული დიდი გამოცდილება.
პარტერში მუშაობის იქნება თუ არა რამის ბაგიჩოუკი, რომელიც დიდ კუნთიან მოწინააღმდეგეებზე ზოგადად მოქმედებს, მაგრამ MMA-ში არ ვიცი რამდენად იმოქმედებს. თუმცა ძალიან რთული შესასრულებელია რა. თავი რჩება დაუცველი და ეხა შეუძლია ხო გაუშვა ფირცხელიანმა. ძალიან რთული არის MMA-ში ამ შესრულება. გარჩი აღმოჩნდა ქასიმოვი საიდ კონტროლიდან შეძლო ზური ფირცხელიანმა რომ დაებრუნებინა გარჩი. სადაც პოზიციის გაუმჯობებას ფიქრობს ორივე მებრძოლი. ქასიმოვი აშკარად ფსონს კონტროლზე დებს, იმიტომ რომ აი ამ გიჟურ გაცვლებში როგორც სტრაიკინგის, ასევე ჭიდაობაშიც აშკარა იყო, რომ ტექნიკურ დონეზე მცირე უპირატესობა, მაგრამ მაინც უპირატესობა ზურის ხარეს იყო. მაგრამ ძალიან ზოგადად ჭიდაობა შესვლა დიდი სტრატეგიული მიღწევა არ არის, მაგრამ სწორად აკეთებს, რომ ჭიდაობა შედის. თან სეტაპებს აკეთებს სტრაიკინგით. შედის და აი ჩემს ჯანის ხარჯზე იღებს ამ პოზიციას. აი იდაყვებს ამ დარტყმებს, კარგად სვავს. Ground and pound-ში ახერხებს ამ ground and pound-ით დარტყმების განხორციელებას. ეს რაუნდი აშკარად ძალიან მაგარი შემოbrunება და პოზიცია ეხა უკვე ისევ რამდენჯერ უნდა გამოვიმართო, რომ ორივე მებრძოლი არის ძალიან მაღალი დონის. და აი გაცულები. აი ხასიათი ჩანს აქ ორივე მებრძოლის ხასიათი ჩანს, რომ არც ერთი არ ეშვება. ორივე თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ პოზიცია არ დათვალოს. აქ ზურამ უბრალოდ ფეხები რო გაშალოს და ხელებზე არ იმუშაოს, უფრო დაიცავს თავს ტეიქდაუნისგან. აქ კიმურას ვდელობა? რატომაც არა, რატომაც არა, თეძოს. ხო, აქედან ძალიან რთულია. გალია რა თქმა უნდა ართულებს აქ ყველაფერს. ხა უკვე უნდა გაუშვას, არა, არ უნდა გაუშვას. ზურისთვის მიდის. კუთხის შექმნა რთულია. აკასი ეს რომ მოვიგო ჩვენი იჭიდაო შეთვითონ დაიწყო ხო რადუნი და გლისის ზური შენუდა დაასწრო მაგი არ ელოდება ეხლა შენ შესვლა შენუდა იყო ბიჭო არბია აბავის მინრას მოიხეთებს ფირცხელიანი ნელ-ნელა უფრო და უფრო ახლოს მიდის გალიასთან და ეგ უფრო საფრთხიანი
კასიმოვთან საფრთხე არის, იმიტომ რომ კასიმოვი ჯებს ხმარობს კი, აქტიურად. კარგად ხმარობს, ხასო ჯებებში დაჯაბნე კიდეც. აი აქ დების ფრიცხელიანი. დება აჩვენა, თუმცა ფრიცხელიანი ამ ფეინტზე არ რეაგირებს. აი აქ ფეხში დარტყმის მომენტში ჯები ჯები თუ პასუხა ფრიცხელიანმა თუ ჯები თუ პასუხა ლეკიგზე კასიმოვმა აი გაარუცი. ეს ჯები აშკარად მუშაობს ამ რაუნდში, იმიტომ რომ უმეტესობა ჯებმა იპოვა მისი სამიზნე. აი აზერბაიჯანელი იოსიფ მებრძოლს რა ქვია როგორ დამოუწყდა გეიჯი ფიზიევის ბრძოლაში გეიჯიმ რომ ჯები შემოიღო არსაიდან მესამე რაუნდში მაგას გავს. და ეს პოზიცია არ უნდა დართოს ფრიცხელიანმა. რა თქმა უნდა, ზომოდ დაღლილია უმეტესობა ადამიანს. ცხოვრებაში არა აქვს გადატანილი ეს დაკლობა და არმბარის ცდელობა. არსაიდან მარა წამოდგა კასიმოვი წამოდგა. გამოაცალა ეს ხალხი, თუმცა ისევ უნდა ვთქვათ, რომ ყველა პოზიციაში არის საფრთხე. Ground and pound ცდილობს. აცილა ground and pound. თუმცა ზური კარგად აქტიურობს. მიწიდან და აქეთაც ბევრ დარტყმას აყენებს მის მეტოქეს. აქ ნეტა ფეხები კრას არ შეუძლია. მაგრამ დაბრუნდება ისე კასიმოვი არ მიცემს წამოდგომის საშუალებას. აქ ჰამერ ფისტებს ცდილობდა კასიმოვი, აქ პოზიციის ჩასწორებას ცდილობს ზური. ფეხისკენ მიიწევს რომ ეს იდაყვები რა თქმა უნდა ძალიან დამაზიანებელია და ამ პოზიციიდან უნდა შეძლოს ზურიმ გამოსვლა. კრუსიფიქსი არის ფაქტიურად ზური ამ მომენტში. კი, ზურიმ აუცილებლად უნდა შეძლოს მარჯვენა ხელის გათავისუფლება. ხო, ეხლა კრუსიფიქსი არის. უნდა გაანთავისუფლოს თორე. მიუხედავად იმისა, რომ კასიმოვი ჯერჯერობით ძიმეთ არ აურტყავს, ფეხი კარგად აქვს შეკრული და რაღაც მომენტში წამოიწევა და შეძლებს მძიმე დარტყმების გატარებას. ძალიან ტექნიკურად, ძალიან რთულია და მძიმე დარტყმები. მძიმე დარტყმები გადის ეხლა ფრიცხელიანს, რომ რინგში იგრძნობა. კი. აი ფრიცხელიანი ტანით ცდილობს გამთავისუფლებას, თუმცა კრუსიფიქსიდან ვიცით მით უმეტეს ძალიან მჭიდროთაა კასიმოვს ეხლა მალე ბრძოლას გააჩერებენ, ძალიან მალე ბრძოლას გააჩერებენ. ბევრ დარტყმას იღებს კასიმოვი. ზური ისევ გვაჩვენებს მის ხასიათს არ ნებდება, ცდილობს ადაპტირდეს, თუმცა ბევრი დარტყმა გადის ძალიან მალე ბრძოლას გააჩერებენ, ესე თუ გაგრძელდა. მე კაიხანია მალე ეს ვამბობ, მაგრამ აშკარად მალე არ გაჩერებული. და ამისთვის რა რთული პოზიცია. ხელის გათავისუფლება აუცილებელი. აქ კასიმოვს თითქოს ფეხს, აი ზური კარგად ებრძვის კასიმოვის ფეხს იმისთვის, რომ გახსნას. თუმცა კასიმოვი რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მაღალ დონეზე აკეთებს და არ აძლევს ზურის შესაძლებლობას. აქ მარცხენა ხელს თავით აკონტროლებს. თუმცა ხო, აი აქედან შეიძლება მარცხენა ხელის ხრიდა, იმიტომ რომ მარჯვენა ხელი აშკარად ძალიან კარგად აკეთებს. კარგია, შემოbrunებულია ტანით, მაგრამ დააბრუნებს მე მგონი კასიმოვი და შემოტრიალდა ზური მე გამოვიდა პოზიციიდან. რინგი გამოიყენა, ფეხებით მიაწვა და გამოიყენა. ოჩახ ამ პოზიციიდან გამოსვლა ძალიან ცოტა მებრძოლს თუ შეუძლია. და აქეთ თვითონ გადაიყვანა ეხა იმდენი ზიანი უნდა მიაყენოს ამ რაუნდში. რომ ამოიღოს ბრძოლა და ისევ წააგო პოზიცია, ისევ კასიმოვის ზურგი აუღო კასიმოვმა. მაღალი დონის ჭიდაობა შეძლო რომ უპირატესობა დაებრუნებინა. თუმცა აქ ზური არ უნდა დანებდეს და უნდა გააგრძელოს პოზიციის არც ერთი მებრძოლი არ უნდა დანებდეს, მაგრამ თქვი რომ უკვე ეს ბრძოლა ბოლოსთან ძალიან ახლოს არის. ბრძოლა არ არის მორჩენილი, რატომ გააჩერეს? მორჩა ბრძოლა. როგორც ხვდები ფრიცხელიანი დაასრულა. აქედან ჩვენი რაკურსი ძალიან ცუდად საბმიშენი შეასრულა კასიმოვმა ოჩახ წარმატება. ძალიან მაგარი დაპირისპირება იყო. ასეთი ოვერჰენდის შემდეგ პირველი რაუნდის დასაწყისშივე ძალიან დაზიანდა კასიმოვი, ჭრილობას დიდი ჰქონდა, ზიანის დიდი ჰქონდა. ყველგან საფრთხეს ქმნიდა. მთელი ბრძოლა ისე გაგრძელდა ორივე მებრძოლის მიერ, რომ ყველგან ცდილობდნენ საფრთხის შექმნას და ახერხებდნენ კიდეც, თუმცა კასიმოვმა ბოლო წუთში შეძლო და გამარჯვება მოიპოვა. კი, მესამე რაუნდი საერთოდ კასიმოვს მიყავდა. ვერაფერს ტექნიკა რა თქმა უნდა ორივე მებრძოლს აქვს, გული კასიმოვმა ძალიან მაგრა გვაჩვენა, ფრიცხელიანმაც არ დანებებით და პოზიციების შეცვლით, მაგრამ ფიზიკური ძალა იყო ჩემი ეს დამბრძოლაში გადამწყვეტი. თუმცა ახლა უნდა თქვათ, რომ კრუსიფიქსში ძალიან ბევრი მარტყმა მიიღო ზურიმ, რაც რა თქმა უნდა საბოლოოდ ძალიან დაზიანებდა და იმედი მაქვს, რომ ზური ფრიცხელიანი არ არის ძიმე დაზიანებული და მალე დაგვიბრუნდება ის. გავაცილოთ აპლოდისმენტები. მიულოცოთ გამარჯვება. დავიცვათ ძალიან მაგარი მებრძოლი დაემატა ამ ბრძოლაში.
მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვებულია იუსიფ კასიმოვს. იუსიფ, გილოცავ გამარჯვება. გამარჯობა გრუზია. გაგიმარჯოს. დაგვეხმარით გადათარგმნაში. იუსიფ, ძალიან მაგარი ბრძოლა იყო, დიდი მადლობა ასეთი სანახაობისთვის. როგორ შეაფასებდი შენს ბრძოლას, შენს მეტოქეს და როგორ კმაყოფილი ხარ ამ გამარჯვებით? Çok güzel dövüş geçirildi Yusuf. Sen ne tür değerlendirerdin senin rakibini ve bu dövüşü? გამარჯობა გრუზია. Mən öz rəqibim Zubaya təşəkkür edirəm. Həqiqətən gözəl idmançıdır və güclü idmançıdır. Qama təşkilatına təşəkkür edirəm ki, mənə gecənin döyüşü verdi. Mənə inandılar. Buna görə sizə təşəkkür edirəm. Və mən orada demişdim ki, bonus alacağım sizdən, bonus. Və nokaut eləyəcəm və mən ümid edirəm ki, mənim bonusum veriləcək. Sağ ol. Öz trenerimə, Şəhriyar müəllimə və komanda yoldaşlarıma buradan təşəkkür edirəm. ძალიან მაგარი სპორტსმენი არის ზურა. კაი შეხვედრა ჩავატარეთ. მე შეგვირდი თქვენ რომ მოვალ და მოვიგებო. ეხლა მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩემი ტრენერს და ძმაკაცებს და ვინც დამეხმარა სპორტში. მადლობა ყველა. ასევე მადლობა, დიდი მადლობა ასეთი სანახაობისთვის, რომელიც დღეს გვაჩვენეთ, დიდი მადლობა ასეთი თავდადებისთვის. ისმენტები იუსიფ კასიმოვ, მეგობრებო. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებით დავამთავროთ.